მართვის მოწმობის თეორიულ გამოწვდას ვინც აბარებს, ყველა მძღოლმა იცის, რომ ქვეითს გზა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაუთმოს. თუმცა ცოდნა ერთია, შესრულება კი მეორე. დღეს გადავწყვიტე პატარა ექსპერიმენტი ჩავატარო ქალაქის ქუჩებში. ნახოთ, რამდენი მძღოლი დაგვითმობს გზას ეგრეთ წოდებულ ზებრა გადასასვლელებზე. მადლობა. ჩვენს მიერ გამოკითხული მძღოლები აცხადებენ, რომ ფეხით მოსიარულეები გზის ერთი მხრიდან მეორე მხარეს ისე გადაადგილდებიან, რომ ქვეითთა გადასასვლელს ხშირად არ იყენებენ. ამ დროს კი მოძრაობა ნაკლებად უსაფრთხო ხდება. მძღოლები რა შემთხვევაში უთმობენ გზას ქვეითებს? პასუხები ასეთია. ფეხით მოსიარულეს უთმობთ, როცა ნიშანია გადასასვლელზე. თუ ბავშვიანია, თუ ის არ თუ გამოიქცა ახლა, ის შეიძლება დაუთმოთ. თუ ბავშვით მოდის და გადასასვლელი უნდა გადაატარო. სხვა ის არის. როცა არ სარგებლობს ეგრეთ წოდებული ზებრა გადასასვლელით? მაინც უნდა დაუთმო. მე ნაპრიმერ რო დავინახან ამ ბავშვითა რაღაცითა, ყველგან ვაჩერებ ხოლმე. ბავშვით თუ არ არის? ნუ ახლა თუ არ გააჩერებ, ისე მძღოლი გამტყუნდება მე, უნდა დაუთმო რა. თუ იმისი არ არის გზა, ახლა მაინც დაუთმო ბაბა, ხო არ გადაულიძე. ზაფხულში ჩამოდიან ეს უცხოები შეჭამბეს, რა ვიცი გულიგად. არ წესრიგი იციან. თუ დარღვევა არ გამოვა, სხვაგანაც გავატარებ. იმიტომ შეიძლება საავარიო მდგომარეობა შეიქმნას, გადასასვლელი საათს არის, რო გავაჩეროს სხვა დამეტაკს. ადგილობრივების უმეტესობა ეგრეთ წოდებული ზებრა გადასასვლელით სარგებლობს. სარგებლობ გადასასვლელით ზებრათი. რატომ? იმიტომ რომ არ შეუქმნათ. ხო, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მიზნით. გითმობენ მძღოლები ამ დროს? როგორ არა, აი ახლა დამითმო. ვცდილობ, რომ არ დავარღვიო წესრიგი და გადავიდე, რა თქმა უნდა, გადასასვლელი სადაც არის მონიშნული. მძღოლები აჩერებენ. ხშირ შემთხვევაში აჩერებენ. ყოფილა შემთხვევა რომ არ გაუჩერებიათ? ეგეც ყოფილა. საგზაო წესრიგი უნდა დაეჭო. და გითმობენ ამ დროს მძღოლები გზას? მეტ ნაკლებად. ზოგიერთი მათგანი კი მანქანებს თავად ერიდება. არის ისეთი კატეგორიაც, რომელიც ეგრეთ წოდებულ ზებრა გადასასვლელებს ნაკლებად ცნობს. 1000 ერთხელ დავდივარ შვილოზე, როგორ არ სარგებლობ. და გადადიხართ ზებრა გადასასვლელზე თუ ისე გადადიხართ, სადაც თქვათ მოგიხდებათ? სადაც მოგიხდებათ. მოხუცი ვარ, შვილო ხალხსაც გადავარ. ძლივით დავდივარ. კარგი, არ უშლით ამ დროს მანქანებს მოძრაობაში. როცა აღარ ჩავარ მანქანები. ხან სარგებლობ, ხან ისე გადავდივარ, რა ვიცი. რა შემთხვევაში გითმობენ მძღოლები გზას? როცა მანქანები მოძრაობს, მე იმ დროს არ გადავდივარ. ვერიდები ყოველთვის. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები ვრცელდება როგორც მძღოლებზე, ასევე ფეხით მოსიარულეებზე. კიდევ ერთი საკითხი კი ის არის, რომ ქუჩებში ზოგიერთ ადგილზე მკაფიოდ ჩანს. უმეტეს შემთხვევაში კი წაშლილია ეგრეთ წოდებული ზებრა გადასასვლელები. რომ არა ეს საგზაო ნიშანი ფეხით მოსიარულეებისათვის გაუგებარი იქნებოდა, რომ ამ ადგილზე მათთვის გავლა შესაძლებელია. გაუგებარი კი იმიტომ არის, რომ ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ეგრეთ წოდებული ზებრა გადასასვლელი იმდენადაა წაშლილი, რომ არ ჩანს. რაც შეეხება ჩვენს პატარა ექსპერიმენტს, აღმოჩნდა, რომ მძღოლების უმეტესობა ფეხით მოსიარულეებს გზას უთმობს. ზოგიერთი მძღოლი ქვეითს საერთოდ ვერ ამჩნევს. ტელეკომპანია ბორჯომის გადამღებმა ჯგუფმა კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარა. ეს უმძიმესი შემთხვევა სავსებით შესაძლებელია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას მოყვეს. ამიტომ არის ქუჩაში გადაადგილებისათვის მეტი ყურადღება და სიფრთხილე საჭირო.